დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ უკვე ელოდებით ფრაზას, რომელთაც მე ყოველდღე ვიწყებ გადაცემას და მე არ გაგიცრუებთ მოლოდინს. დიახ, მე ვიტყვი, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. საუბრობთ ადამიანზე, იმიტომ რომ ადამიანია ყველაზე დიდი ფასეულობა ნებისმიერ საზოგადოებაში. საუბრობთ იმიტომ ადამიანზე, რომ სწორედ ის გახლავთ ყველაზე დიდი ღირებულება, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება. და საუბრობთ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ადამიანის სიცოცხლეზე, მიუხედავად ყველა მახასიათებლისა, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ადამიანს დავუკავშიროთ. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ასაკი, სქესი, ეთნიკური კუთვნილება, ეკონომიკური სტატუსი, დაავადების დიაგნოზი და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ სწორედ ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც მთავარზე, ყველაზე მნიშვნელოვანზე. საუბრობთ ადამიანზე იმისთვის, რომ ვისწავლოთ საკუთარი თავი, ვისწავლოთ ერთმანეთი და შევძლოთ ერთმანეთთან მშვიდობიანად, კეთილგანწყობით თანაცხოვრება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ჩვენი პრობლემები და შევძლოთ ამ დაავადებებთან თანაცხოვრება, მაშინ მით უფრო, როდესაც ჩვენ ქრონიკულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. მე რა რომ ეს პრობლემა შეიძლება იყოს იშვიათი. მე რა თუ ასეთი პრობლემა ბევრ ადამიანს არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ცოდნა არის გადამწყვეტი იქ, სადაც სწორედ იშვიათ პრობლემებზე ვსაუბრობ. დიახ, თემა, რომელზედაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ცნობილია როგორც CDG სინდრომი, ეს არის ინგლისურენოვანი ტერმინის აბრევიატურა, თუმცა ქართულად ეს არის გლიკოზირირების თანდაყოლილი დარღვევები და თანდაყოლილი დარღვევები, რომელთა შესახებაც დღეს საქართველოში უკვე ხმამაღლა ვსაუბრობთ. არა დღეს მხოლოდ, არამედ უკანასკნელი წლების მანძილზე. და ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ასეთ შემთხვევაში მშობლებისა და ექიმების თანამშრომლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი აღმოჩნდა მშობლების ინფორმირებულობა და შემდეგ მშობლების დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს პრობლემა საზოგადოებისთვისაც გამხდარიყო ცნობილი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა გარკვეულწილად ასწრებს მოვლენებს და 16 რიცხვში, ანუ 16 მაისს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ამ თარიღს. თარიღს, რომელიც ამ კონკრეტული პრობლემის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. მაგრამ ჩვენ ვასწრებთ მოვლენებს თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება უფრო მეტად მომზადებული, უკეთ მომზადებული შეხვდეს ინფორმაციას და წინასწარვე იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე წამში ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან ერთად თანმიმდევრულად გავაგრძელებთ. როგორც დაგვირდით, მე საუბარს სტუმრებთან ერთად ვაგრძელებ და ჩვენი გადაცემის ტრადიცია მოგეხსენებათ გულისხმობს ბლოკებად საუბრის განაწილებას და სტუდიაში მე უკვე შემომიერთდა ჩვენი გადაცემის დიდი მეგობარი, რომელსაც თქვენ დიდი ხანია იცნობთ. ის ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი, ის ყოფილა ჩვენი გადაცემის სიუჟეტის გმირი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის მისი ამპლუა, მისი წარდგენა. მე აუცილებლად უნდა ხაზგასმით დავიწყო მისი სტატუსით და დღეს იგი წარმოადგენს კონკრეტულ ასოციაციას. იგი გახლავთ გლიკოზირირების თანდაყოლილი დარღვევებისა და სხვა იშვიათი დაავადებების ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი თათა ცინცაძე. თათა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მე წარგადგენთ ამ შემთხვევაში როგორც პრაქტიკულად ჩვენი გადაცემის ოჯახის წევრს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ თანამშრომლობთ და ეს ურთიერთობა კადრშიც კადრს მიღმაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული ჩვენი გადაცემისათვის. თუმცა დღეს თქვენ წარმოადგენთ სრულიად ლოგიკურად ასოციაციას, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად პრობლემას, რომლის ცნობადობის აღნიშვნასაც მსოფლიო 16 მაისს საყოველთაოდ ეცდება და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენ შევთანხმდით მაყურებელთან ერთად, რომ ჩვენ ვასწრებთ მოვლენებს და გარკვეულ ნიადაგს შევქმნით საზოგადოებისათვის, რომ 16 მაისს შევხვდეთ უფრო მომზადებულები. რატომ ეს ასოციაცია, რატომ ამ სახელწოდების ასოციაცია და რატომ თქვენ, როგორც მშობელი? პირველ რიგში ქალბატონო მარი, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ და თქვენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ და დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა.
რატომ მე მოვყვები ჩემ ისტორიას ცოტა შორიდან დავიწყებ 15 წლის წინ ჩემ უმცროს ქალიშვილს დაუდასტურდა CDG სინდრომი, გლიკოზილირების თანდაყოლილი დარღვევა, PMM2 გენის მუტაცია და ნატალია იყო პირველი საქართველოში და მსოფლიოში იყო 201 ბავშვი. 6 თვის იყო ამ დროს ნატალია. და როდესაც შევიტყვე დიაგნოზის შესახებ, ექიმებმაც ექიმებსაც ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ამ დაავადების შესახებ და რა თქმა უნდა მე საერთოდ არ ვიცოდი. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ჩვენ ამის მერე დიაგნოზის მერე გამომდინარე იქიდან რომ ამ დაავადებას ბევრი რთული პრობლემა ახასიათებს, იმიტომ რომ ეს არის მულტისისტემური პრობლემები და შესაბამისად თავიდან ძალიან ძიმეთ ვიყავი მე თვითონ და თვითონ ინფორმაცია იყო დამცინავი. ინფორმაცია საერთოდ არც იყო ქართულ ენაზე ხო საერთოდ არ იყო ინფორმაცია და პლუს ექიმებშიც ესეთი ექიმებმაც არ იცოდნენ და ეს აბსოლუტურად გასაკურველი ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა და გარკვეული პერიოდის მერე დავიწყე ფიქრი რომ ესე ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას და დავიწყე წაკითხვა და შესწავლა ამ დაავადების და ამ კითხვაში შესწავლაში მივაგენი ადამიანებს და გადავწყვიტე რომ ეს ადამიანები გამეცნო და წავედი ბელგიაში ევროპაში წავიყვანე ნატალიაც კონკრეტულად გასაცნობად რომ უფრო მეტი გამეგო ამ დაავადების შესახებ და გავიცანი ის ადამიანი პროფესორი ჯეკ ჯეიკენი ნევროლოგი რომელიც არის ჰოლანდიელი რომელმაც 1980 წელს პირველად აღმოაჩინა ეს დიაგნოზი და წავედი ესეთი პატარა ქვეყნიდან, საქართველოდან და ვუთხარი, რომ ჩვენც ვარსებობთ და ვართ ადამიანები ესეთი პატარა ქვეყნიდან და აქაც დადასტურდა ეს დაავადება. და მას მერე მითხრეს, რომ შენ უნდა იყო ამ დაავადების წარმომადგენელიო. და 15 წლის წინ ალბათ ვერც ვიოცნებებდი, რომ აქ ვიქნებოდი და ესე ვისაუბრებდი ამ თემაზე. მაგრამ მართლა ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე ამის ირგვლივ გავაკეთე ასოციაცია და მას შემდეგ დიაგნოზირდა 9 ბავშვი. ესენიც არიან PMM2 გენის მუტაციით დიაგნოზირებული, ეს არის ყველაზე ხშირი გენი, ზოგადად 150-ზე მეტი გენის მუტაცია ახასიათებს, თუმცა ყველაზე ხშირი არის PMM2 CDG. და საქართველოშიც დიაგნოზირებული ბავშვები არიან PMM2-ით. როდესაც თქვენ თხრობა დაიწყეთ თქვენი პირადი ისტორიით, მე ვფიქრობ მაყურებლისათვის გასაგები გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია ის გზა, რომელიც თქვენ მარტო თქვენი შვილისთვის არ გაიარეთ. თათა ძალიან დიდია მშობლის თავგანწირვა, როდესაც საკუთარ შვილებზე ვსაუბრობთ. მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ დედებისთვის ეს არის ცხოვრების არსი, მამებისთვის ეს არის ცხოვრების არსი. ამისთვის ვიღვიძებთ და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი უზრუნველყოთ. მაგრამ როდესაც თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ასეთ რთულ გზას გადიხართ, როდესაც თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის დესპანი ამ დაავადებასთან, პრობლემასთან დაკავშირებით, თქვენ პრაქტიკულად გადიხართ ამ გზას სხვა მშობლებისთვის და სხვა ბავშვებისთვის. თქვენი აზრით გაუადვილდათ იმ 8 ოჯახს, სადაც ეს პრობლემა დადასტურდა, უფრო მოკლე გზა გაიარეს მათ თქვენგან განსხვავებით? რა თქმა უნდა, ძალიან გაუადვილდათ და დღემდე ჩვენ მეგობრობთ, რაღაც ერთი ოჯახი გავხდით და მე ვფიქრობ, რომ აი ამ წლების განმავლობაში ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ირგვლივ არიან ისეთი ექიმები, რომლებთან ერთადაც დავიწყეთ, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შევისწავლეთ ეს დაავადება, მე როგორც მშობლის კუთხით, მათ როგორც სამედიცინო კუთხით და ერთად შევქმნით ის სისტემა, ის მოვლის თვალსაზრისით ამ ბავშვების და ზუსტად იციან ამ მშობლებმა, რომ მე რო რაღაცას შემეკითხებიან, სად შეიძლება მიიყვანონ ბავშვი, რა გართულება შეიძლება იყოს ნებისმიერ რაღაცაზე, ყავთ ადამიანი ჩემი სახით და ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან გაუადვილოთ. მეც რო ვიღაც მყოლოდა ესეთი, მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა მე ნიშნა, რაც ახლა თქვენ თქვით, როგორ ჩამოყალიბდა ესე ექიმების და მშობლების ოჯახი, რომელთა
საერთო ძალისხმევაც ახლა და საერთო ცოდნაც ხმარდება ბავშვების ინტერესებს და აუცილებლად 16 მაისს დავუბრუნდები. 16 მაისი არ არის უბრალოდ კალენდარში მონიშნული თარიღი, ეს არის საბაბი, არა მიზეზი. მიზეზი თავად პრობლემაა, რომელზედაც თქვენ ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ზრუნავთ, მაგრამ ეს არის საბაბი, როდესაც ფართო საზოგადოებასაც აქვს შესაძლებლობა დაფიქრდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ძალიან იშვიათ პრობლემებზე საყოველთაო აზრის ჩამოყალიბება და დამოკიდებულების ჩამოყალიბება. 16-ში ტრადიციულად შეიკრიბებით პროფესიონალებთან ერთად და ფართო საზოგადოებისათვის იქნება ინფორმაცია გაზიარებული. მოდით ცოტა მოვუყვეთ ამ 16 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, აქაც ცოტა პატარა ინფორმაციას ვიტყვი, რომ 16 მაისი არის ძალიან სიმბოლური. ეს არის პროფესორ ჯეკ ჯეიქონის დაბადების დღე, ვისი ხათრითაც, ასე ვთქვათ, არის ეს დღე მონიშნული და ძალიან ძლიერი ასოციაცია არის პორტუგალიაში, ეს არის APCDG, ვის დასაც აქვს ეს დაავადება, ის უკვე 42 წლის არის და მოკლედ ამ გოგონამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ძალიან დიდი ძლიერი ასოციაცია შექმნა ეს 16 მაისი ამ დღეთ და უკვე 2016 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება ეს დღე, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და უკვე 300-ზე მეტი ღონისძიება არის ჩატარებული და მართლაც მეამაყება ის, რომ წელს პირველად საქართველოში ჩვენ გავაკეთებთ 16 მაისის ღონისძიებას, სადაც იქნებიან ჩვენი ძვირფასი ექიმები, იქნება მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორც არის ამ ბავშვების მოვლა, დროული დიაგნოზირება და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ექიმებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც, სამედიცინო წარმომადგენლებისთვისაც და მშობლებისთვის, ხო რა თქმა უნდა. და ბავშვებიც იქნებიან მოწვეული თვითონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საინტერესო ეხლა რა ასაკობრივი ჯგუფია ამ ბავშვების ასაკს თუ გადავხედავთ. კი ბატონო, ყველაზე პატარა არის ეხლა 3 წლის, ჩემი შვილი არის 15-ის. თქვენ ბრძანეთ ბავშვების ჩართულობა და მე კიდევ ერთხელ მინდა სწორედ ამას ხაზი გაუსვა, რომ ყველა კომპონენტია გათვალისწინებული იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, ექიმებთან თანამშრომლობასთან ერთად, მშობლების ჩამოყალიბება ერთ ოჯახად, ერთ გუნდად და ამ ოჯახში ბავშვების აქტიური ჩართულობა თქვენ ბრძანეთ, რომ დაესწრებიან აუცილებლად, იმიტომ რომ მათთვისაც გარკვეული რაღაცები გვაქვს მოფიქრებული, გავახალისოთ და რა თქმა უნდა და ერთმანეთთან გქონდეთ კომუნიკაცია და ხალხმა ნახოს ეს პატარები, როგორი საყვარლები არიან. და რა ნაბიჯები გადადგეს მშობლებმა და მათთან ერთად ექიმებმა იმისთვის, რომ ბავშვები ამ ფაზამდე და ამ ეტაპამდე მოსულიყვნენ და რა სჭირდებათ შემდგომში მათ განვითარებისათვის. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ თათა მე არ გემშვიდობებით. სულ რამდენიმე წამში ჩვენ შემოგვიერთდებიან ჩემი კოლეგები და გარკვეულწილად თქვენი თანამოაზრეები, იმიტომ რომ სწორედ ამ ექიმების ჩართულობით ეს ბავშვები ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას იღებენ და ეს ექიმები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებაში, რომელზედაც თქვენ საუბრობთ. კი, ნამდვილად. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა ვიდრე მათ წარმოგიდგენთ, მინდა გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ის მოლეკულა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება და ყველა ის მოლეკულა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ პროცესებში არის ჩართული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ურთიერთთანაფარდობა საკვებშიც და ორგანიზმშიც. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათ შორის კავშირები, ეგრეთ წოდებული ბლოკების ჩამოყალიბება. თქვენ წარმოიდგინეთ ნახშირწყალი ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის უნდა შეებას ხან ცილას, ხან ცხიმს. რა მოხდება მაშინ თუ ეს პროცესი დაირღვა? რამ შეიძლება ეს პროცესი დაარღვიოს და როგორ ვლინდება ეს ყველაფერი კლინიკურად. დღეს ჩვენ სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ის იშვიათი პრობლემა, რომელიც დღევანდელი ჩვენი საუბრის თემად ავირჩიეთ, სწორედ ამ მექანიზმს გულისხმობს, ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები არიან ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი თეონა შათირიშვილი და ბავშვთა ენდოკრინოლოგი დოქტორანტი ქალბატონი ნინო ხელაძე. დილამშვიდობისა კოლეგებო.
მოდით გავაგრძელოთ იმ უცნაურ ბლოკებზე საუბარი, რომელიც მე ვახსენე. მე გარკვეულწილად პატარა წახნაგი, მცირე წახნაგი წარმოვაჩინე იმ მექანიზმის, რომელიც შემდეგ კლინიკურ სურათად ვლინდება და ყალიბდება როგორც კონკრეტული დარღვევა. დიახ. და მისი მაგალითი არის თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადება, რომელიც არის CDG-ის სინდრომის სახელით ცნობილი. და რა არის მისი ძირითადი მიზეზი? ეს გახლავთ იმ პროცესის დარღვევა ორგანიზმში, როგორიც არის ცილების და ნახშირწყლების სწორი ურთიერთქმედება და იმისათვის, რომ ცილებმა სწორად იმუშაონ ორგანიზმში, ამისათვის აუცილებელია ნახშირწყლების ზუსტად პატარა ნაწილაკები. და ზუსტად აი ამ პროცესს საკმაოდ სერიოზული და დიდი ჯაჭვი არის და მისი რღვევა იწვევს იმ მულტისისტემური პრობლემების განვითარებას ორგანიზმში, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით CDG-ს. და CDG-ს დაავადების რამოდენიმე ტიპი არსებობს და აქედან ყველაზე ხშირი არის პირველი ტიპი, რომელიც გამოვლინდება ბავშვობის ასაკში და პირველივე დღეებში, ნეონატალურ ასაკში ის უკვე სახეზეა და მისი ამოცნობა ხანდახან არც ისე ადვილია, იმიტომ რომ ის არის ძალიან იშვიათი პათოლოგია. დღეს საქართველოში ჩვენთვის ცნობილია, რომ არის 9 ოჯახი CDG-ს დიაგნოსტირებული და პირველივე დღეებში შესაძლებელია, რომ ექიმმა მიიტანოს ეჭვი ამ დაავადებაზე. როგორ ხდება ამ დაავადებაზე ეჭვის გაჩენა? პირველ რიგში კუნთთა ტონუსის შეფასებით და ნეონატოლოგი, ნევროლოგი უყურებს, რომ ამ ბავშვების კუნთთა ტონუსი არის დაქვეითებული და ისიც შედის ერთ-ერთ სადიფერენციაციო დიაგნოზში დუნე ჩვილის. ანუ ახალშობილი უკვე სამშობიაროში გამოირჩევა ამ თავისებურებით. თავისი პრობლემებით, როგორიც არის კუნთთა ტონუსის დაქვეითება და ამასთან ერთად მისთვის დამახასიათებელია სხვა ორგანოების ჩართულობა. ეს ორგანოები შეიძლება იყოს ღვიძლი, შეიძლება იყოს ენდოკრინული სისტემა და აღწერილია შემთხვევები, როდესაც ჰიპოგლიკემიაც კი შესაძლებელია დაფიქსირდეს ასეთ ახალშობილებში და როდესაც გლუკოზის დონის ვარდნა, მათ შორის გულის პრობლემები შესაძლებელია დაიბადოს ახალშობილი კარდიომიოპათიით, თირკმლის პათოლოგიებით და ასე შემდეგ. ზრდასთან ერთად ეს პრობლემები თითქოს სტაბილიზაცია ხდება და გადადის უკვე მეორე ეტაპზე, როდესაც ხდება სიარული ატაქსიური და როდესაც ვლინდება ის ნევროლოგიური გართულებები, როგორიც არის განვითარების შეფერხება, გონებრივი განვითარების შეფერხება, ქცევითი პრობლემები და მას შესაძლებელია თან დაერთოს ისეთი დიაგნოზები, როგორიც არის თავის ტვინის იშემიური დაზიანება, ეგრეთ წოდებული ინსულტის მსგავსი მოვლენები და ასევე ეპილეფსია და ჩვენი პაციენტების თითქმის ყველას აქვს ნევროლოგიური პრობლემები და უმრავლესობა ამ პაციენტების იმყოფებიან ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებზე. როდესაც თქვენ დაიწყეთ საუბარი, ხაზგასმით ბრძანეთ და სხვათა შორის თათამ თავის შესავალშიც ახსნა, რომ მულტისისტემური პრობლემა, ანუ ბევრი სისტემა არის ერთდროულად ჩართული და თქვენმა თუნდაც მოკლე შესავალმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გარდა ნევროლოგიური პრობლემისა, რომელიც გზადაგზა ჩნდება და შეიძლება უფრო მრავლადაც ვიდრე სიცოცხლის პირველ დღეებში იყო შესამჩნევი, თავს იჩენს სხვა სისტემების მხრიდანაც მოვლენები. და თუ აი ამ სისტემების თვალსაზრისით სარეგულაციო მექანიზმებს, სარეგულაციო სისტემებს შევეხებით, ენდოკრინული სისტემა რატომ არის დაინტერესებული ამ ბავშვების შემთხვევაში და კერძოდ რა ფორმით არის, რა სახით არის? გასაგებია, როდესაც გლუკოზის დონე ვარდება სისხლში, ანუ ეცემა დაბლა, ეს საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი უჯრედის კვებით და ენერგიის უზრუნველყოფის წრეში, მაგრამ ენდოკრინოლოგიური სისტემა როგორ ზარალდება ამ პროცესების შედეგად, რა გამოვლინებები აქვთ ამ ბავშვებს და ყველაზე ხშირად რა პრობლემების პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე მშობლები და ოჯახები. თავიდან, როდესაც ეს დიაგნოზი ისმევა, დამშობელს ამას ეუბნებიან, კი ეს რთული დიაგნოზი, ამასთან შეგუება, წაკითხვა, ყველა შეუძლია, მაგრამ რაც დრო გადის, ბავშვს ბევრი აღმოაჩნდება, რომ ბევრი სხვადასხვა რაღაც უნდა შეუმოწმო, ბევრი სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს და
აი აქ ზუსტად ერთვება ეს ენდოკრინული სისტემა. ვინაიდან დაავადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცილის და ნახშირწყლის სწორი ბმა არ ხდება და ეს ძალიან ბევრ ქსოვილში, ორგანოთა სისტემაში არის ჰორმონებიც არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ღვიძლის დაზიანება არის წამყვანი, თუნდაც ჰიპოგლიკემიის კუთხით და ამას ძალიან დიდი ხაზი მინდა გაუსვა, იმიტომ რომ თვითონ დაავადებას ისედაც ახასიათებს ნევროლოგიური პრობლემები და დაზიანება და ახალშობილობის პერიოდში თუ ხანგრძლივი, ხშირი შაქრის ვარდნები არის, ეს კიდევ ხელს უწყობს, რომ დამატებით თავის ტვინი არახელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდეს. თუმცა აი პირველი წელი არის უმეტესად ყოველთვის ძალიან რთული. ხშირ შემთხვევაში თუ როგორღაცა მთელი ამ ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არის სითხის შეკავება სხვადასხვა ქსოვილებში, თუ ჰიპოგლიკემია, თუ ნევროლოგიური ჩივილები, როგორღაც თუ ბავშვმა პირველი წელი შედარებით გადალახა, შემდგომ პროგნოზი უკეთესდება. მნიშვნელოვნად, თუმცა აი მშობლისთვის, რომელსაც ძალიან დიდი გამოწვევა, როცა თანდაყოლილი ქრონიკულად მოავადე ბავშვის მართვა და მისი საჭიროების გათვალისწინება გიწევს. შემდეგ უკვე მოდის ისეთი თითქოს მარტივი საკითხი, როგორც არის ზრდა. ყველა ბავშვი უნდა გაიზარდოს. არა აქვს მნიშვნელობა, მას იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს თუ არა. უნდა გაიზარდოს. ხშირ შემთხვევაში ამ დიაგნოზის დროს და ძალიან შეფერხებულია. შეფერხებულია ფარისებური ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება. თითქოს ჰორმონი გამოიყოფა, მაგრამ თითქოს ვერ ასრულებს თავის სამუშაოს. ესეც ძალიან ბევრი ჰიპოფიზის და თვითონ ფარისებური ჯირკვლის დონეზეც არის გაუმართავი მუშაობა ამ სისტემის. შემდგომ უკვე შესაძლებელია იყოს გარდატეხის ასაკის პრობლემები. როცა არ ეწყებათ გარდატეხის ასაკი, ისე როგორც თანატოლებს, გოგონებს მკერდი არ ეცდება, ვაჟებს ანუ მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლინება უკვე არ ვითარდება და ეს ყველაფერი მე ნელ-ნელა იყრის თავს და გართულების თუ საბოლოო შეჯამების თუ კიდევ ერთი არასასურველი ეფექტის სახით უკვე მივადგებით ძვალს. იმიტომ რომ ძვალს ზრდაც ჭირდება, ნორმალური ნუტრიცია ჭირდება, ზოგადი ჯანმრთელობა ჭირდება და ასევე აუცილებლად ჭირდება ზრდის ჰორმონიც, ჰიპოფიზის ყველა ჰორმონები, მათ შორის ფარისებური ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებას და საბოლოო ჯამში ასევე სასქესო ჰორმონები. ანუ კარგი ჯანმრთელი გარდატეხის ასაკიც და ერთ-ერთი რაც მუდმივად გჭირდება რომ ამ ბავშვებს გაუკონტროლოთ, არის ხომ არ აქვთ მოტეხილობის მომატებული რისკი. ხომ არ აქვთ ძვალი ძალიან გათხელებული. დანარჩენი ყველა ჩივილი თუ პრობლემა, რაც ეტაპობრივად იჩენს თავს ენდოკრინული სისტემის კუთხით, მართვადია. თუმცა ეს მშობელმა უნდა იცოდეს, რომ უყურებს ბავშვი არ იზრდება, დროულად მიმართოს. თუ განვითარება კიდევ უფრო შეფერხებულია, ვიდრე დიაგნოზს ეკუთვნის, უნდა აუცილებლად შემოწმდეს ფარისებური ჯირკვლის პრობლემები. თუ უკვე იმ ასაკში მივიდა, რომ გარდატეხის ასაკი თანატოლებს აქვს და მის ბავშვს არ აქვს, ასევე აუცილებლად მოითხოვს შეფასებას და ჩარევას. ეს ყველაფერი მკურნალობადი და მართვადია. აი ეს თემა არის ყველაზე საყურადღებო მშობლებისთვის და როდესაც მკურნალობის საკითხს მართვის თემას ეხება, ყოველთვის მნიშვნელოვანია მშობლის ინფორმირება და მშობლის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, იმიტომ რომ ერთია როგორ მიიღებს მშობელი დიაგნოზს, მაგრამ მეორეა მისი მთავარი კითხვა. დაძლევადია ყველაფერი ის, რაზედაც ახლა თქვენ ისაუბრეთ. მე თქვენ საუბარში გამახსენდა ის დეტალები, რომელიც არ ვახსენე თქვენი წარდგენის დროს, ბავშვთა ენდოკრინოლოგთან ერთად ქალბატონი ნინო ბავშვთა ნუტრიციოლოგიც გახლავთ და ამავე დროს ის იმ ასოციაციას ხელმძღვანელობს, სადაც ძვლის ჯანმრთელობაც, თირკმლის ჯანმრთელობაც და ენდოკრინული სტატუსიც ერთად არის გააზრებული. ამიტომ მე გავაგრძელებ თათასთან ერთად ამ შემთხვევაში. მკურნალობა ახსენა ქალბატონმა ნინომ და ქალბატონმა თეონამ თავისი საუბრის ბოლოს ბრძანა, რომ ბავშვების უმრავლესობას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სირთულეები, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სამკურნალო საშუალებები გამოიყენება ამ პრობლემების მართვისათვის. მშობელი
რამდენად მზად არის ამისთვის და რამდენად გასათვალისწინებელია, რომ ეს მკურნალობა არ არის ერთჯერადი. ეს არ არის 3 დღით ან 1 კვირით მისაღები საშუალებები. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ პრაქტიკულად დიაგნოზთან თანაცხოვრებაზე და ჩვენ საუბრობთ მკურნალობაზე, რომელიც სიცოცხლის მანძილზე უნდა გაყვეს. აი ეს რამდენად საპასუხისმგებლოა მშობლისთვის. კი ბატონო, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არის მულტისისტემური დაავადება და ზუსტად ამისთვის არსებობს ძალიან კარგი გაიდლაინი გვაქვს ჩვენ მშობლებისთვის შექმნილი. რაც მე ჩემ მშობლებს თავის დროზე ეს ეტაპობრივად როცა დიაგნოზირდებოდნენ ბავშვები ყოველს უზიარებდი და რაღაცა უკვე შეისწავლეს ეს წელიწადში ერთხელ რა კვლევები უნდა გავიკეთოთ, რას უნდა მივაქციოთ, ყურადღება. მკურნალობა როგორც ესეთი სამწუხაროდ ამ დაავადებას ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ჩვენ მშობლებს როგორც ყველა მშობელს იმედი აქვს, რომ რაღაცა ეტაპზე დადგება ის, რომ მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც გვექნება მედიკამენტი, იმიტომ რომ ერთ-ერთ მედიკამენტზე მიდის კლინიკური კვლევა. რა თქმა უნდა, აქ განკურნებაზე არ არის საუბარი, აქ არის გაუმჯობესებაზე სიცოცხლის ხარისხის და ჩვენ უკვე ვიცით, მე მყავს გვერდზე ისეთი ექიმები, თეონას, ნინოს სახით და კიდე არსებობენ რამდენიმე ექიმი, ვისთან ერთადაც მე შემიძლია რომ ნებისმიერ საკითხზე დავალაპარაკო. ჩვენ ეს ერთად მოვდივართ უკვე ამდენი წელია და ზუსტად ვიცით თქვათ, როდის რა უნდა გავაკეთოთ და მე ამ მშობლებთან მეც მაქვს კომუნიკაცია და თუ რაიმე ჭირდებათ ხოლმე, ხო, თქვათ რაღაცა პრობლემები ექნებათ, პირდაპირ იციან რომელ ექიმთან უნდა მივიდნენ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად გაწერილი გაიდლაინი შექმნილია და ამას მივყვებით ჩვენ ძალიან კარგად. თუმცა ბევრი პრობლემები არის, იმიტომ რომ ამ დიაგნოზებს შორის არის ძალიან განსხვავებები. არიან ეტლით მოსარგებლე ბავშვები, არიან რომლებიც ძალიან თავისუფლადაც დადიან თავისით, ჩემი შვილი პირადად ხელმოკიდებით დადით და ატაქსია აქვს. ზუსტად აი ამ მიმართულებით მიმდინარეობს ახლა კლინიკური კვლევა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ეს რაღაცა რომ თქვათ მოწესრიგებული იყოს, გონებრივად ძალიან განვითარდა და რაც მთავარია, მუდმივი მუშაობა ჭირდებათ ამ ბავშვებს. მე 6 თვიდან რეაბილიტაცია არ გამიჩერებია და იყო ინტენსიური რეაბილიტაცია თითქმის ყოველდღიური და ეს რეაბილიტაცია გულისხმობდა არა მარტო თქვათ ფიზიკურ ვარჯიშებს, რეაბილიტაცია გულისხმობდა ყველაფერს, რასაც ეს სიტყვა მოისაზრებთ, მათ შორის პედაგოგიურ აქტივობას, ბავშვი იყო აბსოლუტურად ინტეგრირებული სოციუმში და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თათას არაჩვეულებრივი გოგო არის დიდი, არის ლამაზი, არის მშვენი, რომელიც საუბრობს ნებისმიერ თემაზე, არის ჩვენი მეგობარი და სხვადასხვა ძალიან დაგვწყვეტა გული საუბრობდით მე და თათა, რომ ის რო დღეს ჩვენს გვერდით აქ ყოფილიყო, ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დავწუნდებოდით, როგორი შედეგი მოაქვს გუნდურ ჩართულობას, მშობლის კეთილგანწყობას და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ მათი ოჯახის გარშემო. მე გავაგრძელებ ზუსტად იმ ფრაზიდან, რომელიც თქვენ ბრძანეთ და ამავე დროს მშობელმა ამ შემთხვევაში თათამ ხაზგასმით გაუზიარა საზოგადოებას. მკურნალობა არ არსებობს. მოდით ჩვენ დავაზუსტოთ, როდესაც ვამბობთ მკურნალობის ქვეშ და ზედამხედველობის ქვეშ, რას გულისხმობთ? მკურნალობა და სამკურნალო წამალი არის დიაგნოზის მისამართით მიზანმიმართულად შექმნილი რომელიღაცა საშუალება, რომელიც ამ პრობლემის მიზანმიმართულად გადაჭრის, ანუ დაავადების განკურნებას ემსახურება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიყენებთ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა პრობლემის მართვისთვის და მოდით ნევროლოგიას დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ, რომ არ გაჩერებულა პროცესი და მუდმივად იყო ჩართულობა იმისთვის, რომ დღეს 15 წლის არაჩვეულებრივი გოგონა იყოს სოციალურად ადაპტირებული. და თან ეს იმის ფონზე, რაც თქვენ ბრძანეთ, ნევროლოგიური ხასიათის გარკვეული პრობლემები სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე იჩენს თავს. ყველაზე თქვათ ადრეულ ეტაპზე 3 წლამდე ყველაზე ხშირი რა პრობლემები აქვს? ახლა 9 ოჯახზე ვლაპარაკობთ. ყველაზე ხშირად რა პრობლემა აქვს? მე ვგულისხმობ ნევროლოგიის შრეულში. ნევროლოგიური პრობლემებიდან პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია მათი ნევროლოგიური სტატუსი, გასინჯვის მონაცემი, მათი კუნთთა ტონუსი არ არის ისეთი, როგორც სხვა ჯანმრთელი ბავშვებს. ამიტომ ისინი ვერ უახლოვდებიან იმ ნორმის ეტაპებს, რასაც აღწევს თქვათ ნორმალური ჯანმრთელი ბავშვი. ისინი
იგვიანებენ განვითარებას. თუ თქვა ჯანმრთელი ბავშვი იწყებს სიარულს წლინახევრის ასაკამდე, ასეთ ბავშვებს ჭირდება წლები იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სიარული დაიწყონ და ძალიან ბევრი ბავშვი სიდიჯით საერთოდ ვერ აღწევს დამოუკიდებელი სიარულის უნარს და ამისთვის მშობელს და ოჯახს ძალიან დიდი შრომა ჭირდება, რომ თითოეული უნარ-ჩვევა დაახლოებული იყოს ასაკთან. ამასთან ერთად მოდის გონებრივი განვითარების პრობლემები, მოდის მეტყველების განვითარების პრობლემები, იმიტომ რომ ბავშვებს ახასიათებთ იმ თავის ტვინის იმ ნაწილის დაზიანება, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველებაზე და ასეთი არის ნათხემი, იმიტომ რომ ნათხემის პროგრესული ატროფია ახასიათებს ამ დაავადებას. შემდეგ უკვე შესაძლებელია ბავშვები დადგნენ იმ რისკების წინაშე, როგორიც არის ეპილეფსია. ზოგადად უმრავლესობა სიდიჯის პაციენტებისთვის არ არის შემაწუხებელი გულყრები დამახასიათებელი, თუმცა მათ იგივე მართვა ჭირდებათ, როგორც სხვა ქრონიკული ეპილეფსიის შემთხვევაში და მრავალწლიანი კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტი. და ასევე სიცოცხლის საშიში გართულება შეიძლება ქონდეთ, როგორიც არის იშემიური ინსულტები და მაქსიმალურად უნდა მოხდეს სწორი შეფასება, დროული მკურნალობა და პრევენცია იმისი, რომ განმეორებითი ინსულტის შანსი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ზოგადად, როგორც სხვა ქრონიკულ იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, ამ დაავადებასაც ჭირდება მოვლა. ოღონდ ეს მოვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ერთჯერადი, არ უნდა იყოს ფრაგმენტული, არამედ უნდა იყოს უწყვეტი, მრავალწლიანი და მშობელი ძალიან ახლოს უნდა იყოს ამ შემთხვევაში იმ გუნდთან, რომელსაც ანდობს მის შვილს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამის საუკეთესო დასტურია, როდესაც ჩვენ ერთ გუნდად შეკრულ მშობლებს და ექიმებს ხედავთ, თუმცა მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, კი, მაგრამ რას მკურნალობს, თუ პრობლემა არ იჭრება, თუ ამდენი სირთულე შეიძლება გაჩნდეს, მაშინ როგორ მკურნალობთ და როგორ აიცილებთ თავიდან გართულებებს განსაკუთრებით სხვადასხვა სისტემების მხრიდან. მაგალითად, დღეს კონკრეტულად ენდოკრინულ სისტემაზე ვსაუბრობთ. შეგვიძლია გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან, იმიტომ რომ ქალბატონი თევნა საუბრობდა იმაზე, რომ თუ ვიცით, რომ იშემიური ინსულტის რისკია, მაშინ ჩვენ ამას წინდახედულად ვითვალისწინებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუნდაც იმით, რომ განმეორებითი ინსულტის რისკი ავიცილოთ თავიდან. როდესაც ლაპარაკია შეფერხებულ მეტყველებაზე, უბრალოდ გვიან დაწყებულ მეტყველებაზე, შეფერხებულ მოტორიკაზე, გადაადგილებაზე და ასე შემდეგ, ამასაც ვითვალისწინებთ და წინასწარ განწყობით და გარკვეული სამზადისით რეაბილიტაციის პროცესს არ ვაჩერებთ. როგორ ხდება ეს ენდოკრინული სისტემის შემთხვევაში? იქ რას მკურნალობთ, იქ რას ვუვლით? ანუ ჩვენ შეგვიძლია სინამდვილეში უმეტესობა ის გართულება თუ თანდართული არასასიამოვნო მოვლენა, რაც ამ მდგომარეობას ახლავს, მართვადია. შეგვიძლია მედიკამენტები გამოვიყენოთ და თუნდაც ვებრძოლოთ ზრდაში შეფერხებას, ვებრძოლოთ დაგვიანებულ მომწიფებას, ძვლის სიმკვრივეს დაქვეითების შეფასებას და მკურნალობაც შეგვიძლია. უბრალოდ კარგად როგორც თათამბზანა ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთად ვსწავლობთ. იმდენად იშვიათი არის ეს დაავადება, რომ ის მშობელი იბრძვის, ჩვენ ალბათ ერთ გუნდად მოვიაზრებით და ისიც მეცადინეობს და ჩვენც მეცადინეობთ. და იმ გართულებებს და პერიოდულად რა პრობლემაც შეიძლება გაჩნდეს, ამის სამართავი, ყოველ შემთხვევაში ენდოკრინული საშუალებები არის შედარებით ხელმისაწვდომი, უბრალოდ ეს უნდა დაინახოს და იცოდეს მშობელმა. მას აქვს დიაგნოზი, მისი შვილი კარგად არ იზრდება, წლიდან წლამდე ძალიან შეაფერხა, ძალიან ჩამორჩა თანატოლებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ზოგი ჰორმონი, ვნახოთ რა მივახმაროთ, ზრდის ჰორმონი არის საჭირო თუ ჰიპოთირეოზის მკურნალობა თუ მოგვიანებით ასაკში უკვე სასქესო ჰორმონები. ასევე პერიოდულად მათ ჭირდება დენსიტომეტრი, ძვლის სიმკვრივის შეფასება და მათაც აუცილებლად თუ ძალიან დაქვეითდა, მაგრამ სასურველია რომ იქამდე არ მივიდეთ, კალციუმით, დ-ვიტამინით, კარგი კვებით თუ შემდგომ ჰორმონებით მიხმარება შეგვიძლია. ანუ სამწუხაროდ ჩვენ რომ განკურნოთ ეს დაავადება, ამისი მედიკამენტი არ გვაქვს, მაგრამ იმ თანდართული პრობლემების სამართავი, ეფექტური საშუალებები ამ ეტაპზე შედარებით ხელმისაწვდომია. როდესაც თქვენ გადაცემის შესავალში საუბრობდით, თათა, თქვენ ახსენეთ ისტორია
სადაც 42 წლის ზრდასრული ადამიანია ამ სინდრომის მქონე და რომლის ცხოვრების ხარისხზე, არა მარტო დღეგრძელობაზე, იზრუნა საკუთარმა დედმამიშვილმა თავისი პროფესიული დიდი გამოცდილებითა და ყოველდღიური საქმიანობით. როგორია საერთაშორისო მონაცემები მაგალითად ზრდასრულობაში ამ პრობლემის მართვასთან დაკავშირებით? თქვენ რა გამოცდილება გაქვთ მიღებული, იმიტომ რომ თქვენ ცხომს სწავლობთ ამ მშობლებისგან. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მომავლის ხედვა, როგორც ოპტიმიზმის საფუძველი მშობლებისთვის, ვისთვისაც ყოველდღიურობა შეიძლება ძალიან რთული გასავლელია და ასეთ შემთხვევაში ეს მაგალითი არის ზუსტად ის мотиваცია და ის ძალა, რომელიც მათ მომავალში გადახედვის საშუალებას აძლევს. ძალიან კარგი შეკითხვა არის, ნამდვილად мотиваცია, როცა ვიგებთ, რომ ის ადამიანი არის უკვე 42 წლის, ხო, და რაღაცა იმედი გეძლევა, რომ რაღაცა კიდე ბევრი რაღაცა იქნება და ჩვენი შვილებიც იქნებიან კარგად. მე ხშირი ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა მშობლებთან უცხოეთში და რაღაც ჩვენ როცა პრობლემები გვექნება ან ჩემს შვილს, ან სხვა ბავშვებს, ჩვენ დიდი ჯგუფი გვაქვს ესეთი, 1100 ბავშვი არის დღეის მდგომარეობით იდენტიფიცირებული ამ დაავადებით. ოღონდ აქედან ყველაზე ხშირი არის PMM2 CDG, მაგრამ სხვადასხვა გენებიც არის. იცით როგორ არის? ეს მთელ მსოფლიოში, კი ბატონო. ზუსტად ისე მართავს ის დედა, აი რასაც უყურებ და ვიცნობ ამას, როგორც ახლა ჩვენ. ისიც ესე დაყავს გამოკვლევებზე, ისე ტლით მოსარგებლე არის, დაყავს გამოკვლევებზე და ძალიან მინდა ვთქვა რთულ ცხოვრებას გადის ეს დედა, თუმცა დაყავს ვანესა, იცი შენ, როგორი ესეთი ადამიანია და როგორი ასოციაცია შექმნა ადამიანმა და ცით მართავენ მას და რა ვიცი, რო უყურებ ხოლმე ბედნიერებიც არიან. რო ერთად არიან, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შენი შვილი ყავდეს გვერდით, როგორც არ უნდა იყოს. ძალიან ყურადსაღებია რა ბრძანა თათამ როგორც მშობელმა, რომელიც აფასებს საკუთარი შვილის განვითარებას და აი ამ არაჩვეულებრივ რეტროსპექტივას, აფასებს იმ მდგომარეობას, რომელიც საქართველოში 9 ოჯახს აქვს და ითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დაგროვდა. მე თქვენ მინდა გკითხოთ, კოლეგებო, რამდენად მნიშვნელოვანია აი ასეთი პრობლემების დროს მშობლებთან და ოჯახთან ექიმის ურთიერთობა. რა სწავლობთ? ერთია ნატალი, რომელმაც სინდრომი ასწავლას, თქვათ, მშობელსაც და კოლეგებსაც, მაგრამ მეორეა ის ყოველდღიური კომუნიკაცია და ძალიან ხშირი კომუნიკაცია ამ მშობლებთან, რომელთა შვილებს აქვთ ეს გზა გასავლელი და ასეთ პასუხისმგებლობას გრძნობენ მშობლები და ისინი გადიან უპირველეს ყოვლისა იმ რთულ გზას და იმ ამოცანებს უმკლავდებიან ყოველდღიურად, რაც მათი შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელია. თქვენ რა გამოცდილებას იღებთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი შვიდ დაავადებას მართავთ. ბევრს სწავლობთ თვითონ ამ მშობლებისგან და ბავშვებისგან. ადამიანურ ძალიან ბევრ ასპექტს ვხედავთ და ხედავთ როგორ უნდა იბრძოლოს სწორად. იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა ბავშვს რაიმე სინდრომი, ქრონიკული დაავადება აქვს თუ არა. ყველა ჩვენგანის მიზანი, მშობლებისიც და ექიმებისიც არის, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები, ქონდეთ მომავალი, ის რაც მათ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის, რომ ითამაშონ, მეგობრები ყავდნენ, განვითარდნენ, სკოლაში იარონ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. რომ ის რომ კი ქრონიკული დაავადება სულ არ ნიშნავს, რომ სახლში იყოს, რაც შეიძლება გაუფრთხილდეთ, შუშის სქილაში ჩავსვათ, არა, მათაც მაქსიმალურად უნდა შეუქმნათ ნორმალური, ჯანმრთელი ბავშვის მიახლოებული ცხოვრება. მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი უმთავრესი მოვალეობა ამ შემთხვევაში. მშობლები ამ ამოცანებს ხედავენ? ზოგი ხედავს, ზოგს ემძიმება. ეს ძალიან მძიმე ჯვარია, როცა დილას იღვიძებ და იცი, რომ ალბათ არ მთავრდება შენი შვილის ჯანმრთელობის პრობლემა. ახლა მახსოვს ძალიან დრამატულად ჩემთვის, როგორც ექიმისთვის და ასევე სამი შვილის დედაისთვის, როდესაც ჩვენ ნატის დავუშვათ დენსიტომეტრია გავუკეთეთ და ნახეთ, რომ მის ძვალსაც სჭირდებოდა დახმარება. როგორ ინერვიულა თათამ და მეც როგორ ვინერვიულა. იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი დამატებითი
მოსავლელი სამართავი მდგომარეობა იყო. ჩემთვის ექიმისთვის არ იყო ძნელი, რომ აი ეს უნდა დავუნიშნო, ახლა ეს გავაკეთოთ, მაგრამ მე ვიგრძენი მისი როგორც დედის ტვირთი კიდევ ერთი ძიმე ქვით ალბათ როგორ დავამძიმე იმ დღეს. და არანაკლებ მნიშვნელოვანია თათასთვის ტრანზიციის პროცესი. იმიტომ რომ უკვე ნატი იმას აქში არის 16 წლის გოგო არის, როდესაც უკვე გაცდება პედიატრიულ ასაკს. ეს ყველაზე მტკინვეული პერიოდია, როდესაც უკვე ემშვიდობები შენ პირად ექიმს და უკვე უნდა შეცვალო ექიმი და გადახვიდე უკვე მოზრდილთა გუნდთან. ეს ყოველთვის რთული ფაზაა და მით უფრო ძალიან რთული ფაზა და განსაკუთრებით იშვიათი დაავადებების დროს, როცა კონკრეტული დაავადების დროს არ არის დიდი ინფორმაცია. ჩვენთან საქართველოში ეს პროცესი ამ პროცესზე არ არის ისეთი ყურადღება გამახვილებული და თქვა თუ ჩვენც ვიქნებოდით პირველები, რომელიც ამაზე გავამახვილებდით ყურადღებას, არ იქნებოდა ცუდი. ზოგადად განვითარებულ სამყაროში ტრანზიციის პროცესი იწყება 3 წლით ადრე. მანამ სანამ ის უკვე შეცვლის ექიმთა გუნდს. ამიტომ უკვე ამასაც უნდა დავიწყოთ მუშაობა და ფიქრიც. ანუ რეალურად ეს არის თადარიგი, რომელიც გონივრულად შეიძლება დავასაბუთოთ, რატომ არის ასე საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო თევნას მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ ერთი ასაკობრივი კატეგორიიდან მეორე ასაკობრივი კატეგორიაში გადასვლა ყველა ადამიანისთვის ძალიან სერიოზული გამოცდაა და ჩვენ გვახსოვს გარდატეხის ასაკი, მერე თქვათ როგორ დგება დედობისთვის მზადების ფაზა, ქალები ვართ და ვიცით ამ ფაზას როგორ ენაცვლება თქვათ ერთი შვილის ისტორია, მეორე შვილის ისტორია, მესამე შვილის და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის ის, რომ როდესაც ბავშვი გარკვეულ ზედამხედველობას, მისი ყოველდღიურობა გულისხმობს ზედამხედველობას, აქ კიდევ უფრო დიდია პასუხისმგებლობა და 3 წელი ახსენეთ, ანუ რეალურად უნდა გავითვალისწინო. თქვენ უკვე თადარიგი უნდა დაწყებული. რომ აი ამდენი წლის ეს ყველაფერი რაც დაგროვდა ორგანიზაცია არის, ამდენი ექიმი, მე მგონია რომ რაღაცა მაგასაც მივახცევ და აუცილებლად კი. ის ადამიანებიც გამოჩნდებიან ჩვენს გვერდით, რომ თანამედროვე მედიცინაში, როდესაც გადარჩენა ხდება ქრონიკული დაავადებების, იმიტომ რომ უკეთეს სამედიცინო სერვისს ვაწოდებთ ჩვენ ოჯახებს და შესაბამისად ასეთი პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზე მეტია დღეს, ვიდრე წარმოგვედგინა. შეიძლება ადრე ეს ასე არ იყო, ამიტომ მოზრდილთა ნევროლოგები, მოზრდილთა გუნდი ექიმების ასეთ პაციენტებს ვერ ნახულობდა. ეხლა უკვე სხვა ერა მოვიდა მედიცინის, ამიტომ ისინი გაიცნობენ ისეთ პაციენტებს, რომლებიც როგორც მინიმუმ არ იყვნენ დიაგნოსტირებული ადრე და დღეს უკვე დიაგნოზის დასმა უფრო გაადვილებულია, ვიდრე ეს იქნებოდა 20 და 30 წლის წინ. თათა, როგორც დავიწყეთ, მოდით დავასრულოთ ასე ჩვენი საუბარი და ვთქვათ, რომ 16-ში მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ თარიღს, იმისათვის, რომ განსაკუთრებით გაიზარდოს ცნობადობა გლიკოზირირების თანდაყოლილი დარღვევების შესახებ. გაიზარდოს თუნდაც იმიტომ, რომ მეტი საშუალება ჰქონდეთ ამ ბავშვებს ადაპტირებისათვის ასაკის მიუხედავად და არის თუ არა მნიშვნელოვანი ეს თანამშრომლობა და ასეთი შეხვედრა მაგალითად იმ ოჯახებისთვის, ვინც დღეს არ იყო ჩვენთან ერთად და ვინც არ იღებდა ამ შეხვედრაში მონაწილეობას. მე თავიდანვე აღნიშნავ, ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს, ყველა მიცის, რომ აქ ვარ და ყველა გვიყურებს, ასე ვთქვათ და ემზადებიან 16-ისთვის მოსასვლელად და მე მართლაც მე ამაყება, რომ აი ამ 15 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ღონისძიებას ამ პატარა ქვეყანაში, საქართველოში, თბილისში და თქვენ ხართ ის პრაქტიკოსი ექიმები უკვე, ვინც აი თქვენ გამოცდილებას, მართვის მიმართულება იქნება თუ სიმპტომური მკურნალობის გაუზიარებთ ფართო საზოგადოებას. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს და ამას ყველგან გაიგებენ ჩვენ მეგობარ ქვეყნებშიც. ძალიან დიდი მადლობა ხალბატონებო დღევანდელი გადაცემისათვის, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მე არ დავმალავ და მე ვფიქრობ მაყურებლისთვისაც არ არის ეს დასამალი და ადვილად შესამჩნევია, რომ თქვენ ჩვენი გადაცემის ძალიან ხშირი სტუმრები ბრძანდებით. თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მეგობრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაცემის მეგობრები არიან მშობლები და ჩვენ ვცდილობთ როგორც ოჯახს ეკადრება
ყველას პრობლემები მოვისმინოთ, გავიაზროთ და რაც თავარია საზოგადოებას მოვუყვეთ მათ შესახებ, იმიტომ რომ ცნობადობა ნიშნავს იმას, რომ ვიცოდეთ პრობლემა, ყველა ცოდნა და ყველანაირი სამარჯვი გამოვიყენოთ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და რაც შეგვიძლია ყველა ერთად თანამშრომლობით გავაკეთოთ პრობლემების უკეთ მართვისთვის, იმისთვის რომ ამ ბავშვების დღეგრძელობა და ცხოვრების ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ გლიკოზირირების თანდაყოლილი დარღვევებისა და სხვა იშვიათი დაავადებების ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი მშობელი ქალბატონი თათასინცაძე, ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი თეონა შათერიშვილი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი დოქტორანტი ქალბატონი ნინო ხელაძე. მე დავარღვევ დღეს ტრადიციას, ჩვენ არ გვექნება ყოფითი შუქნიშანი, ჩვენ ოჯახური შეკრება გქონდა ერთ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და ამით დაგემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.